ცოცხალი მცენარეები დღეს შეიძლება ითქვას, რომ განუყოფელი ნაწილი არის თანამედროვე ინტერიერის. ტერარიუმისთვის გვჭირდება პირველ რიგში გამჭვირვალე ჭურჭელი. აი ამ შემთხვევაში ჩვენ ესეთი აკვარიუმი გვაქვს. ზღვის ენერგია დავატრიალეთ შეიძლება ითქვას ტერარიუმში. ასევე მინდა გვირჩიოთ განსაკუთრებულად რომელი მცენარეები უხდება ინტერიერს. არსებობენ შედარებით სინათლის მოყვარული მცენარეები, ჩრდილის მოყვარული მცენარეები, ეს იმდენად მრავალფეროვანი სფეროა, რომ ნამდვილად იპოვიან მისთვის საყვარელ მცენარეს. მოგესალმებით, დღევანდელ გადაცემაში მინდა მოგაწოდოთ რჩევებით, როგორ უნდა გაალამაზოთ თქვენი სახლის ინტერიერი საკუთარი ხელით. ამაში კი დაგვეხმარება ანია არველაძე, რომელიც ანემონეს დამფუძნებელი გახლავთ. მოგესალმებით, მადლობა მინდა გადაგიხადეთ, რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მადლობა თეთრ თქვენ მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მოკლედ, ძალიან საინტერესო იდეა სახლის მინიატურული ტერარიუმის შექმნა, რაშიც დაგვეხმარებით თქვენ და მინდა რომ ჩვენს მაყურებელს მივცეთ რჩევები, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები ჩვენი სახლისთვის, ჩვენი სახლის ინტერიერისთვის, იმიტომ რომ მართლაც რაღაცნაირი განსხვავებული ემოციები აკავშირებს ადამიანებს საკუთარ შექმნილ ნივთებთან და განსაკუთრებით როდესაც ცოცხალ, ესე რომ ვთქვათ, მცენარეებთან არის დაკავშირებული, ძალიან კარგი იდეაა, მომეწონა და ამიტომაც მინდა რომ ჩვენს მაყურებელს გავუზიაროთ და რა დასჭირდებათ, რა თქმა უნდა, ეს ჩამოვთვალოთ ყველაფერი, რაც ტერარიუმისთვის არის საჭირო. კი ბატონო, თეთა სიამოვნებით, ზოგადად ტერარიუმის შექმნა სახლის პირობებში ვფიქრობ, რომ ყველას შეუძლია და ნამდვილად დაგეთანხმები, უფრო მეტი ემოცია და კავშირი ჩდება, როცა თავათქმით რაღაცას და მე ამ რაღაცაში თუ კი ცოცხალი მცენარეა, მით უმეტეს. ტერარიუმისთვის გვჭირდება პირველ რიგში გამჭვირვალე ჭურჭელი. აი ამ შემთხვევაში ჩვენ ესეთი აკვარიუმი გვაქვს, საკმაოდ კარგი ზომა. ასევე საჭიროა პემზის კენჭები და თუ თქვენს მაყურებელს არ ექნება კონკრეტულად პემზის კენჭები, შეუძლია რომ ნებისმიერი რამ გამოიყენოს და ტერარიუმის პრინციპიც რომ ავხსნათ, ხშირ შემთხვევაში ხა ჩვენ ვაკეთებთ ღია ტერარიუმს, არსებობს დახურული ტერარიუმიც და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ მორწყვის რეჟიმი. თან დავიწყოთ ხო მკეთება. როგორც აღნიშნეთ, აკვარიუმში ვაკეთებთ დღეს ღია ტერარიუმს, ვიყენებთ პემზის კენჭებს. ისე რომ დაიფაროს ძირი და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პემზის კენჭები მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არ ჩაგროვდეს ზედმეტი წყალი და როგორც ხედავთ, ეს ჭურჭელი არ არის გახვრეტილი, ზედმეტი წყალი თუ დაგროვდა ვერსად ვერ წავა, შესაბამისად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ და მორწყვის დროს გავითვალისწინოთ. ასევე პემზა უზრუნველყოფს იმას, რომ წყლის დრენირება მოხდეს კარგად და ზოგადად გადარგვის დროსაც ვიყენებთ ხოლმე პემზის კენჭებს. სხვადასხვა მცენარეების შემთხვევაში. კი ბატონო, აი ესე კარგად დავფარავთ, ზედაპირულად. კი ბატონო. ძირს. ახლა უკვე შეგვიძლია გადავიდეთ ნიადაგზე, რომელიც თუ გნებავთ თქვენ შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ. აქ არის უკვე შეზავებული ნიადაგი, სხვადასხვა მინერალებით სავსე. ამ შემთხვევაში კონკრეტულად ამ მცენარისთვის რაც არის მნიშვნელოვანი, ეს არის გასათვალისწინებელი. კი ბატონო, ჩვენ ესეც უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს ვგავთ სუკულენტებს, სუკულენტების კომპოზიციას გავაკეთებთ. შესაძლოა ეს უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ვაკეთებთ ტერარიუმს, რომ ჩავრგოთ მცენარეები, რომლებსაც სჭირდებათ მსგავსი მორწყვის რეჟიმი. მაგალითად, სუკულენტებთან ერთად შეგვიძლია, რომ კაქტუსებიც ჩავრგათ, რადგან ისინი ერთი ოჯახიდან გახლავთ. ნებისმიერი კაქტუსი? დიახ, ნებისმიერი კაქტუსი, უბრალოდ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მცენარეები გაიზრდებიან და ისე უნდა ჩავრგოთ, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. მადლობა, მიწის ნიადაგის ფენა გავამზადეთ და აქვე მაქვს სხვადასხვა, კი ბატონო, ვაჩვენოთ მაყურებელს. სხვადასხვა დეკორატიული ქვიშა მაგალითად, კენჭები სხვადასხვა ფერის, აქ გვაქვს ნიჟარები და აი ნებისმიერი რამ ბუნებაში სეირნობის დროს ბევრი საინტერესო ნივთი შეიძლება იპოვოთ, ასევე პერლიტი, ამასაც ხშირად ვიყენებთ ხოლმე. შეგვიძლია სხვადასხვა დეკორაციით გავაფორმოთ. ასევე მაქვს აქ ჩემთვის ძალიან საყვარელი ხავსი, რომელიც ტენიანობასაც ინარჩუნებს და ვფიქრობ, რომ ძალიან უხდება ყოველთვის ტერარიუმს და შეგვიძლია უკვე განვათავსოთ.
ძალიან საინტერესო პროცესია ტერარიუმის გაკეთება, რადგან ადამიანის ფანტაზია არის ულევი და შეუძლია რომ სხვადასხვა ნივთები მოათავსოს. ხშირად პატარა სათამაშოებსაც ვსვამენ ხოლმე შიგნით და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ზოგადად ბავშვებთან ერთადაც ძალიან სახალისო იქნება ამის გაკეთება. ეს თქვენ მხოლოდ წყლით დანამეთ? წყლით დავნამეთ, დიახ, ხავსი რომ უფრო ხასხასა და ტენიანი გახდეს. ახლა უკვე შეგვიძლია დავიწყოთ სუკულენტების ჩასმა. შესაძლოა სამივე არ ჩავსვათ, ნახოთ როგორ მოითხოვს. მნიშვნელოვანია რომ როგორც გადარგვის დროს ფესვებს ვათავისუფლებთ ხოლმე ახლა ჩვენი სუკულენტი გახლავთ ტორფში გარკვეული ნაწილი ესე ფრთხილად ჯოხის საშუალებით შეგვიძლია რომ ჩამოვაშოროთ და შემდგომ უკვე გადავრგოთ ამ შემთხვევაში ფესვები არ ზიანდება, ხო? დიახ, უნდა ვეცადოთ, რომ არ დავაზიანოთ. სრულად უნდა მოვაშოროთ, სრულად არა, ნაწილობრივ ქვედა სრულად არ არის საჭირო. აქ შეგვიძლია უკვე განსაზღვროთ, სადაც ჩავსვავთ ჩვენ სუკულენტს, მაგალითად აი ამ ადგილას. და ოდნავ დახრეთ შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ. დავამატოთ ნიადაგი. რომ ფესვები კარგად დაიფაროს. კი ბატონო. და ეს შესაძლოა კიდევ დასჭირდეს, რომელიმე დეკორაცია ხო არ გსურთ თქვენი გემოვნებით რომ გამოვიყენოთ. ფერებს გულისხმობთ? დიახ, ხო, მე მგონია რომ ძალიან მოუხდება ეს ფერი ალბათ. კი ბატონო. და თან ესე შევახედებ უკვე რა ეტაპზე ვართ. როგორ ხდება აკვარიუმს მართლაც მცენარეები. დიახ, თან უფრო ხშირ შემთხვევაში უჭირთ ხოლმე ტერარიუმის მოვლა, თუმცა ერთი მხრივ მცენარე თავად გვეუბნება ხოლმე, როდის არის მოსარწყავი, იქიდან გამომდინარე, რომ გამჭირვალე ჭურჭელში ჩანს ნიადაგის ტენიანობა. შესაბამისად, არ უნდა შეუშინდეთ ხოლმე ამ ამბავს. ამ ქვებს რა ქვია? ეს გახლავთ დეკორატიული ქვები, ჩვეულებრივი კენჭები, რომელიც არის შეღებილი. სხვადასხვა კომპოზიციების დასაფორმებლად. შვენიერი. და ასევე როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, ფანტაზია ყველას ძალიან თავისებური და სხვადასხვანაირი აქვს და მათაც შეუძლიათ საკუთარი გემოვნებით დაამატონ მისთვის შესაფერის ესე რო თქვა. კი ბატონო, მაგალითად დასვენების დროს მოპოვებული სხვადასხვა საინტერესო ნივთი, რაც უფრო მეტად სასიამოვნოს გახდის ტერარიუმის ცქერას. სხვიდან შემოტანილი ქვებიც მათ შორის. კი ბატონო, აი აქ არაერთი ნიჟარა მაქვს ესე მოგროვებული, რომელიც ასევე შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. და ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში ნიჟარებიც და კენჭებიც არიან ბუნებრივად ინარჩუნებენ ტენს, როცა სველდება, აი ძალიან ხშირად დავაწყდებით კენჭებს, იმიტომ რომ ვიზუალურად მოგწონს სხვადასხვა მცენარეზე ქოთანზე არის ხოლმე მოყრილი, რაც ხშირ შემთხვევაში არ არის ხოლმე კარგი, იმიტომ რომ წყალი, როგორც აღვნიშნე, ტენიანობას ინარჩუნებს და ამიტომ ზიანდება ხოლმე მცენარე. ანუ ზედა მხარეს ქვები ზედა მხარეს ქვებით აფორმებენ იმ თვალსაზრისით, რომ გავამაზონ მცენარე, თუმცა ამ დროს ინარჩუნებს კენჭი ზედმეტ ტენიანობას და ზიანდება მცენარე. ზედმეტი წყალი ყოველთვის დამღუპველია მცენარისთვის და ასევე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა მცენარე არ არის ტენის მოყვარული. შესაბამისად, ყველას ეს გაფორმება არ უხდება. რა თქმა უნდა. კაქტუსები თქვენ კიდევ რომელსაც შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ტერარიუმის შექმნის დროს და კიდევ თუ არის რომელიმე რომ გვირჩიოთ. კი ბატონო, კიდევ არის ერთი ჩემი ფავორიტი მცენარე, რომელსაც აუცილებლად ვაჩვენებ თქვენს მაყურებელს. ეს გახლავთ ფიტონია, უკვე მისგან გვაქვს გაკეთებული კომპოზიცია. ასევე გვიმრები, ზოგადად ტენის მოყვარული მცენარეები, რომლებიც გახლავთ, შეგვიძლია რომ ერთად მოვათავსოთ ტერარიუმში. და ასევე ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთი მორწყვის რეჟიმის მოყვარული მცენარეები უნდა ჩავსვათ ერთად. აი ამ შემთხვევაში დაახლოებით რა დროში სჭირდება მორწყვა? ან პერიოდულად რა პერიოდულობით უნდა მოვწყოთ?
კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვაა მორწმის რეჟიმის ზოგადად, მადლობა თათა. ახლა გადარგვის შემდგომ აუცილებლად მოვწყავ და შემდგომ უკვე როგორც ვისაუბრეთ, ჩვენ სუკულენტებს არ უყვარს ხშირად მორწვა, ასე რომ უნდა შევამოწმოთ ნიადაგი და ეს თვალითაც შეგვიძლია რომ დავინახოთ, რადგან არის გამჭვირვალე ქოთანში, ან შეგვიძლია რომ ხელითაც შევეხოთ ნიადაგს, როცა ძალიან კარგად გამოშრება. სუკულენტებს ასევე ისიც ახასიათებთ, რომ აქვთ უნარი თავისი რესურსი წყალი ამ თავის პუტკუნა ფოთლებში დაიგროვონ, შესაბამისად ხშირად მორწვა არ უყვართ ამ მცენარეებს. და ბოლო დეკორი რითიც დავასრულებთ, თათა თუ გნებავთ ისევ თქვენ არჩიეთ, რომელი არჩევანი აბას რომელი ესე ვთქვა? შეგვიძლია ეს ნიჟარები გამოვიყენოთ, ასევე ყვითელი ქვები, პერლიტით შეგვიძლია რომ მოვაყაროთ. ეს არის ესე ვთქვათ ეს უკვე არის დატეხილი ნიჟარები. კი ბატონო, დატეხილი ნიჟარები. ეს შეგვიძლია ნახეთ ამ ხარეს ესე პერლიტი. მოვათავსოთ. რაღაცა ზღვისკენ წავედით. ზღვისკენ წავედით, კი, და ძალიან მომწონს. კი ბატონო. და ძალიან მოუხდა კიდევაც. მე თუ გნებავთ ეს ნიჟარებიც ჩავამატოთ. შეგვიძლია სადღაც მე ჩავამატეთ აქ და კარგად შეივსება. აქ ხო? ერთმანეთს უხდება ნამდვილად. ზღვის ენერგია დავატრიალეთ, შეიძლება ითქვას ტერარიუმში. კი ბატონო. კი, ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა, როცა თავათქმნი და თან როგორც აღვნიშნე, ნამდვილად არ არის ტერარიუმის მოვლა რთული და ძალიან სახალისოც არის და თან ისეთი დეტალებისგან შედგება, რაც მარტივად შეგვიძლია რომ მოვიპოვოთ, სახშიც გქონდეს, ასე რომ თამამად შეგვიძლია გავაკეთოთ. ტერარიუმი სახლის პირობებში და ასევე ძალიან სახალისოა ვფიქრობ ბავშვებთან ერთად. რა თქმა უნდა. ყოველთვის აღნიშნავ ხოლმე რომ ოჯახთან ერთად, როდესაც ქმნიან ხელნაკეთ ნიუთებს იქნება თუ თუნდაც მსგავს, ასე ვთქვათ, ტერარიუმს, რომელიც კიდევ მგონია რომ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ცოცხალია და ჩვენ გვგრძნობთ და ჩვენი პასუხისმგებლობა არის, რომ რასაც შევქმნით, შემდეგ უკვე მოვუაროთ და მოვუფრთხილდეთ, ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თუ ოჯახის წევრები ერთად დაამზადებენ და შექმნიან. ესე იგი, ჩვენ უნდა შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რა გავაკეთეთ, რა დასჭირდებათ მათ ეს ნიუთები ჩამოვთვალოთ და ასევე რა თქმა უნდა კიდევ უჩვენოთ განსხვავებული ვერსია ტერარიუმის, კი ბატონო, რომელიც ულამაზესია. ეს არის შედარებით მცირე ზომის, ესეც გახლავთ ღია ზომის ტერარიუმი. აქ მოთავსებული არის ფიტონია, რომელიც არის ტენის მოყვარული და სინათლის მოყვარული მცენარე, ხავსი და დეკორატიული ქვიშა არის გამოყენებული. და აქ უკვე რაც გამოვიყენეთ, ეს გახლავთ სუკულენტები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამჭვირვალე ჭურჭელი არის მნიშვნელოვანი, რომ ტერარიუმი შევქმნათ გამჭვირვალე ჭურჭელში, გამოვიყენოთ პემზის კენჭი ან ნებისმიერი კენჭიც. სხვადასხვა დეკორატიული მასალა, როგორც უკვე ვისაუბრეთ, აქ არის ნიჟარები, შეღებილი ქვები, ხავსი გამოყენებული და როგორც უკვე ვთქვით, შეგიძლიათ რომ თავად მოიპოვოთ სხვადასხვა საინტერესო ნივთი ბუნებაში და ისიც ჩასვათ. ტერარიუმის დასრულების შემდგომ მნიშვნელოვანია, რომ მოვწყათ ჩვენი ტერარიუმი და მოვწყვის დროს ვფიქრობ, რომ თქვენს მაყურებელს ემახსოვრება, თუმცა შევახსენოთ, რომ ვიყენებთ ნადგამ წყალს. არა გამოხდილი წყალი, ხო? არა გამოხდილი წყალი, უბრალოდ ნადგამი. კარგად დავასხავთ ფესვებთან და უკვე შემდგომი მორწვის რეჟიმი, როცა ნიადაგი კარგად შეშრება და ეს უნდა დავიმახსოვროთ, რომ ტერარიუმში საკმაოდ ნელა შრება წყალი და ასევე უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ არ არის ეს ჭურჭელი გახრეტილი და ზედმეტი წყალი, აი რაც შეიძლება პრინციპში, რომ ტერარიუმში მცენარეს დაუუშავოთ, ეს არის ზედმეტი წყალი და ზედმეტი ზრუნვისგან არ მოგვივიდეს ხოლმე ზედმეტი წყალი. ზედმეტი ზრუნვაც არ არის ნამდვილად კარგი. ულამაზესია, ძალიან მომწონს მართლაც, აი ჩვენ მაყურებელიც ხედავს, რომ ძალიან განსხვავებულია, უფრო მცენარის ყველა სახლში თქონდა სხვა სიამოვნება არის, მაგრამ საკმაოდ განსხვავებული, ლამაზი ინტერიერი იქნება თქვენ სახლში, როდესაც აირჩევთ, რომ გქონდეთ მსგავსი ტერარიუმი და ასევე მინდა სანამ დაგემშვიდობებთ ჩვენს მაყურებელს ასევე ვუთხრათ იმის მნიშვნელობაზე, რომ ინტერიერში რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ცოცხალ მცენარეებს, რადგან ხელოვნური მცენარე შეიძლება იყოს ლამაზი, მაგრამ მას ის ენერგია და ის ემოცია არ ექნება, რომელიც ყველაზე
ყველას ყოველთვის ძალიან მოგწონს. ამიტომაც ცოცხალი მცენარეები დღეს შეიძლება ითქვას, რომ განუყოფელი ნაწილი არის თანამედროვე ინტერიერის და ეს დროსთან ერთად რაღაცნაირად უფრო მეტად აქტიურდება და ბევრმა ვისწავლეთ კიდევაც უფრო მეტი პატივისცემა. ვისწავლოთ მცენარის მოვლაც, პატივისცემაც ის, რომ ბუნების შვილები ვართ და განუყოფელი ნაწილი ვართ, როგორც ჩვენ ასევე მცენარე ჩვენი და ვფიქრობ, რომ ნამდვილად ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უკვე ყველა ინტერიერსა თუ ექსტერიერში უნდა ხედავდეთ მცენარეს, არაერთი კვლევა არსებობს თუ რა სასარგებლო თვისებები აქვთ მცენარეებს და იმ სტრესულ გარემოში, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, განსაკუთრებით მუშაობა და ძალიან მიხარია, რომ ოფისებშიც უკვე როდესაც გეგმარება ხდება, გამწვანება ბუნებრივად შედის და ზრუნავენ იმაზე, რომ თანამშრომლები იყვნენ მთელი დღის განმავლობაში ჯანსაღ გარემოში, ესე რომ არ უნდა დაგვავიწყდეს მცენარეებთან მეგობრობა. კი, გეთანხმებით ნამდვილად და ასევე მინდა გვირჩიოთ განსაკუთრებულად რომელი მცენარეები უხდება ინტერიერს, როგორც პატარა სახლებს, ასევე მაღალჭერიან დიდ სახლებს. ბოლო პერიოდში შეიძლება იყოს გამოკვეთილი რამოდენიმე მცენარე, რომელიც ჰაერსაც ასუფთავებს, ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გახდა მე მგონი მთელი სამყაროსთვის, რადგან ადამიანები ცოტა დროს ვატარებთ ხოლმე ბუნებაში და ჩვენთვის მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის მცენარეების უფრო ახლოს ყოლა ჩვენს, ასე რომ ვთქვათ, სივრცესთან. ამიტომაც მინდა რომ ეს რჩევებიც მივაწოდოთ მათ, ვისაც ახლა აქვს დაგეგმილი, რომ თუნდაც საკუთარი სახლი გაალამაზოს მცენარეებით, თქვენ რა რეკომენდაციებს მისცემდით მათ და ასევე ზარმაცებისთვისაც, რომლებსაც არ აქვთ ბევრი დრო რომ მოუვარო მცენარეებს, მაგრამ აქვთ სურვილი. კი ბატონო. ზოგადად უკვე როცა სურვილი არის ძალიან კარგია. ვურჩევდი იმას, რომ თავიდანვე გაითვალისწინონ, რომელ სივრცეში სურთ მცენარე განათავსონ, იმიტომ რომ არსებობენ შედარებით სინათლის მოყვარული მცენარეები, ჩრდილის მოყვარული მცენარეები, ეს იმდენად მრავალფეროვანი სფეროა, რომ ნამდვილად იპოვიან მისთვის საყვარელ მცენარეს. შეუძლიათ, რომ ერთბაშად არ შეიძინონ, დაიწყონ ეტაპობრივად მეგობრობა და რაღაცნაირად დამოკიდებულებაც ჩდება ხოლმე, როდესაც ერთი მოყავს, მერე ბუნებრივად მეორე გვინდება და ეს ნამდვილად ასე ხდება. არ არის რთული პროცესი, არის ძალიან სასიამოვნო. თუ რომელიმე მცენარე მოვლის დროს დაგვიზიანდება, მოგვიკვდება, ესეც ერთი მხრივ ბუნებრივი მესმის, რომ ძალიან მტკინვეული არის ხოლმე და ამას ადამიანები განვიცდით, მაგრამ არ გამოცდილებდეთ, ვიკითხოთ, წავიკითხოთ, ვკითხოთ მათ, ვინც იცის და ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ცოდნა მცენარეებთან ურთიერთობაში მოდის პრაქტიკაში. ასე რომ არ დანებდეთ და გქონდეთ მეტი ურთიერთობა, როცა ყოველდღიურად გაქვს სცენარესთან შეხება, აუცილებლად ხვდები თუ რამე არ მოსწონს, შენი დახმარება სჭირდება, რაღაც ისეთი კონტაქტი და მეგობრობა ხდება, რომ თავადაც გეუბნება ამ ყველაფერს, ასე რომ თავარია დაიწყონ. აი ამ რჩევას მივცემდი, რომ თავარია დაიწყონ. რაც შეეხება მცენარეებს, ყველა მცენარეს აქვს იმის უნარი, რომ გაასუფთავოს ჰაერი და გამოყოს ჟანგბადი, ნასამე ერთგვარი ათეული გამოყოთ, აი ამას ხშირად მიყვებიან ხოლმე ადამიანები, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ყველა მცენარეს აქვს ეს უნარი და რომელიც ესე ერთი დანახვით თქვენს გულთან ყველაზე ახლოს მოვა და რა თქმა უნდა, კი ბატონო, უნდა გავითვალისწინოთ გარემო, სადაც გსურს რომ მოვათავსოთ, აი ამით უნდა შევარჩიოთ მცენარეები, ამ რჩევას მივცემდი თქვენს მაყურებელს. მოკლედ, ეხლა მინდა ჩვენს მაყურებელს ვურჩიოთ 5 მცენარე, რომელიც განსაკუთრებით უხდება სახლის ინტერიერს. სიამოვნებით ვურჩევთ ან იმ მცენარეებს, რომლებიც შედარებით მარტივად მოსავლელები გახლავთ და სასაჩუქრეთად შეგიძლიათ რომ აირჩიოთ. ეს მცენარე გახლავთ ფიკუსი ელასტიკა, რომელიც არ არის რთულად მოსავლელი, ნახევრად ჩრდილსაც იტანს და 2 მეტრამდე იზრდება, ესეც რომ გავითვალისწინოთ. ასევე კალანჰოე, რომელიც ვფიქრობ, რომ იდეალური საჩუქარია მათთვის, ვინც ახლა იწყებს მცენარეებთან მეგობრობას, რადგან სხვადასხვა ფერის არსებობს, არის მოყვავილე და არის უსაყვარლესი მცენარე, ეპიპრემნუმსაც გამოვყოფდი, რომელიც ერთ-ერთი მარტივად მოსავლელი მცენარე არის და ვფიქრობ, რომ ყველას ძალიან უყვარს. დრაცენა, ესეც საკმაოდ მარტივი მცენარეა, საკმაოდ ნელი ზრდა აქვს, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგს უყვარს ხოლმე, რომ თავიდანვე სწრაფად იზრდება. რა თქმა უნდა, სუკულენტები და კაქტუსები ერთად ვამბობ ხოლმე ამ მცენარეებს, რადგან ერთი ოჯახის წარმომადგენლები არიან და ვფიქრობ, რომ ბავშვებს განსაკუთრებით უყვარს ამ მცენარეების მოვლა და თუ შეიძლება მე-6-ესაც დავავატებ, ძალიან მოთხოვნადი და პოპულარული მცენარე მონსტერა, რომელიც უამაზესად იზრდება და განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვთ სახლში დიდი სივრცე, მთელი გულით ვურჩევდი ამ მცენარესთან დამეგობრებას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მადლობა, ესევე მოსვით.
სახლისთვის. ძალიან საინტერესო რჩევები მივიღეთ თქვენგან, ჩვენს მაყურებელს რა თქმა უნდა მინდა ვუთხრა რომ უფრო ახლოს იყვნენ მცენარეებთან, რომლებიც მართლაც განსაკუთრებულ ენერგიას გვაძლევენ ჩვენს და აი ერთ-ერთი მათგანი გახლავთ. მე არ ვიცოდი თუ შეიძლებოდა მსგავსი სილამაზის ტერარიუმი შეგვექმნა ჩვენი საკუთარი ხელით და ძალიან მარტივად, ამიტომაც თქვენს გირჩევთ რომ თქვენს სახლში და თქვენს ინტერიერში შეიტანოთ ტერარიუმიც და გაალამაზოთ თქვენი საცხოვრებელი სივრცე.